მოგესალმებით, მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც საერთოდ არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. ვიცი არ ვიცი, საკითხავი ეს არის. დღეს ჩვენს მოთამაშეებს დაურიგდებათ 25000 ღირებულების ჟეტონები. ერთ-ერთი მათგანი კი მოიპოვებს საბოლოოდ ყველა ჟეტონს და შესაბამისად გადავა სუპერფინალში, სადაც იბრძოლებს 2000 ლარისთვის. ერთ-ერთი სუპერფინალისტი უკვე გაირკვა. და ვინ არის ეგ თუ გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა უყუროთ პირველ ეპიზოდს. იაგმაიკია. ამას ამოვჭრით. მოდით გავესწროთ ჩვენს იაგმაიკია, მოდით გავესწროთ ჩვენს დღევანდელ სამეულს მაშინ. კიდე ელოდებოდა რომ ეთქვა. ვალო კოპალეიშვილი, მსახიობი, იუმორისტი, გელა რაზმაძე, იგივე პელე, რეპერი, გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი. მოგესალმებით. კი ბატონო. და ნუ, კაი, იყოს ვახო ბოლოთაშვილი, იუთუბერი, სცენარისტი, იუმორისტი. ისტორიკოსი. დღეს თქვენი ცოდნით გარისკავთ. მეთქი ფეხები როს უჭამუნდა. არა, გარისკავთ თქვენი ცოდნით. ჩემი გრუპია ნია, დაგირიგებთ კარტებს, მე კი ამ დროს გაგაცნობთ თამაშის წესებს. თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელს, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოგვიწერონ. თუმცა, სანამ წესების ახსნაზე გადავალ, მინდა გითხოთ თითოეულ თქვენთაგანს, რამდენად რისკიანები ხართ. რისკის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომაც აი ბოლოს როდის გარისკე რა გარისკე? ყოველდღიურად ყველგან რისკავ, მათ შორის გზაზე გადასვლისასაც. კი ბატონო, სასიამოვნოა. ტელე. მე რისკი და აზარტში აი ბოლოს რომელ ბეთლზე გარისკე? აუ რაღაც ძალიან ცუდი კითხვა დამისი. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ოკეი. ანუ ზოგადად რისკზე მიდიხარ ხოლმე ცხოვრებაში? 10 ლარს რო ჩავრიცხავ არიანებს ვატრიალებ ეგრევე. კი ბატონო. ესე წეგან რა ბოდიში წეგარაც თქვი რომ ანუ ეს თამაში უფრო იმაზე არის დამოკიდებული რო თავი ჭკვიანად მოაჩვენო ადამიანს ჩემი აზრით შანსები მაქვს იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაგას ვაკეთებ. კი ბატონო, სასიამოვნოა. დიას. გახლავართ. აზარტული გახლავართ. არა, რისკზე კი. აზარტული რისკიანი გახლავართ. არა, სხვადასხვა რამეა. ორივე გახლავართ. კი ბატონო. აზარტული და რისკიანი რო იყო იმ შოუში ხო არ შევიდოდე. იმაში. 27-ში. გასაგებია. გასაგებია. ბახო. დიახ. შენ რამდენად რისკიანი ხარ? რავი, ამ ჭიქის ბოლოში მტვერს ხედავ, მაგრამ მაინც ყავსო და ჩემი აზრით რისკიანი ვარ. ძალიან საინტერესო კრიტერიუმია. ისე რომ გარეცხოთ ხოლმე ჭიქები არ არის ცუდი, მაგრამ მაინც გემრიელია. ეგ სპეციალურად შენ დაგახვედრეთ მაინც. ეგეთი უყვარსო ალბათ. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. გადავიდეთ პირველ მინიშნებაზე. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს. პასუხი. და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. ეს ანუ მწვანე. დიახ. მწვანე მიყვარს. კეთილი, შეგვიძლია დავიწყოთ პირველი რაუნდი. ზოგადად მაინტერესებს სიტყვებს თუ უყურებთ. ვახო შენი საყვარელი სიტყვი და რატო? ოფისი, იმიტომ. გასაგებია, კითხვა არის შემდეგი. რამდენი ქონდა ანაზღაურება ჯენიფერ ენისტონს ფრენცის პირველი სეზონის თითო ეპიზოდში? გთხოვთ, მიუთითოთ ამერიკის შეერთებული შტატების დოლარებში რა. აუ, არ მაქვს ნახული. თითო ეპიზოდში. არ მაქვს ნახული. ბიჭო, არ მე მაქვს ნახე, მაგრამ არაფერს არ გაძლევს ეგ. თითო რამე სერიაში? ხო.
ეპიზოდში ხო? ერთ მე ეპიზოდში. გეტყვი რომ ბრედ პიტის მეუღლე იყო მაგ დროს რა. თუ მოგცემს რამეს. აი არა, მე ნისტონი აძლევდა და მაგიტო. ყოველ ეპიზოდში თან. ეს რატომ იხურებს? ერთ მანახერს. ერთ შენჯერი. არა. ბოლოში წერია 0 თუ გაინტერესებს. გაიხარე მაგობაც ხო? მოგიშენდა და საყვარელი. 1000 წერია. ანუ არ იბეგრებოდა. მაშინ სხვა დრო იყო. პირველი სეზონი არ იბეგრებოდა, ხო? დავაფიქროთ პასუხები. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არც ამ ქალბატონზე სიმართლე გითხრა და არც ჯენიფერზე ამ. ხო, ნუ არ მაქვს ინფორმაცია რა ფინის შეიძლებოდა ყოფილიყო, ნუ სერიალზე არ მაქვს ერთი სიტყვა წარმოიდგენა რა, არ მაქვს რამე, მოკლედ რომ ვთქვათ. ამიტომ შევიკავებ ამ თამაშისგან თავს. და შენ შეგეძლო გატარება სვლის, მაგრამ ნუ კაი შევიკავებ თავს. გაიხარე, მადლობა, ვალალა. ბელე, აუ მე დაახლოებით 2 სეზონი მაქვს ნანახი, მაგრამ საკმარისია მგონი. არაფერ შუაში არ არის კითხვასთან, რაც დაისვა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ანუ ზუსტად ვიცი რომ პასუხი არ მიწერია, სწორად. ან შეიძლება მიწერია. ეხლა რა თქმა უნდა მე-3 და მე-7 სეზონი. მაგრამ დაახლოებით მგონია რომ ახლოს ვიქნები, ეს შორს რო უყურა. მოდი ეს რამდენიც არის 500, ხო? 500 დავარეიგე. და გავზრდი ფსოს. ანუ შენ ახლოს ხარ. ფიქრობ. სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი ეს სერიალი. და არც ვიცი რამდენი შეიძლება ქონდა მას ანაზღაურება სერიაში. მაგრამ უბრალოდ გავყო, მიწერია რაღაც ციფრი, მასთანაც შეიძლება ახლოს ვიყო. ციფრი გიწერია და არა რიცხვი, ხო? არა. ხო. არის. ანუ გონია რომ $5 უხდიდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ციფრი რიცხვი? მე უბრალოდ გავყვები. კი ბატონო. მეც გავყვები. 94 წელია ესე ვიცით. ანუ იცი. არა, 94 წელია. ანუ იცი ესე იგი. მე დავიბადე მე. რა სუხტით მე? ანუ მაშინ მაგ ხელა ანუ დაბალი მშელობა, იქნება. ვიდეო დიდი ანუ ციფრები, მილიონები არ რიცხვები და დაგეწერათ ციფრები. მაგასო ჩემი აზრით რა. რა თქმა უნდა, გეთახ არ დამიწერია მე. მე ახლოს გონია რომ ეხაც არა აქვს ანაზღაურება მილიონი რო რამე. ანუ კი, რა, თვითონ გუგლა. სახიობის ანაზღაურება ერთ ვიცი მე. სერიაშიო. კეთილით მეგობრებო, ჯენიფერ შეგვიძლია ერთ ეპიზოდში. ვიღაცებს ხო? თუ შეიძლება. აუ, კი, ხო. ვიდეო შენ წაიყვან ჩვენ ლაპარაკობთ. ბანკი გაიზარდა 500-ით და გასწორდა 1500 შეტონამდე. ბანკი გაიზარდა 500 და საბოლოოდ გასწორდა ბანკი. აჰა, ოკეი. არაფერი არ მოცა მაგ ინფორმაციას. ვერც მოგცემდა. ცეკე. არც მოგცემდა რომ გეთქვა უფრო ლეგიტიმური იქნებოდა სხვათაშორის. კეთილი, გადავიდეთ პირველ მინიშნებაზე. ფრენსის ბოლო სეზონში ერთ მსახიობზე ერთ ეპიზოდში იყო $1,000,000. ბელე. გისმენ. რა უნდა გითხრა? შენი სვლა. ჩემი სვლა. დაგეხმარა თუ არა ეგ მინიშნება? არაფერში არ დამეხმარა, რა თქმა უნდა. მაგრამ მაგისთვის არის მინიშნებები. ჩემი ეს სტრატეგია რაც იყო, რომ გავზარდებ სონი, გამომყვრენ მაგაზე, იმიტომ არ გამომყოლიან, რა თქმა უნდა, რომ ზუსტად იციან. ამიტომ გავატარებ სვლას. კი ბატონო, დიას. მე დამეხმარა მინდა გითხრათ. აჰა. ეს მინიშნება და ჩემპიონს გავზდი. აი ესე. კი ბატონო. კოლს კი არა და ხო, რაც არის. ნიჟე. ჯესიკოზირი. ხო, რავი, უყურე თან ეს მილიონი ხო არ არის რომ ყველაზე მეტი იყო. ერთს ქონდაო მაგას რომ შეიძლება ყველაზე დაბალს ქონდა ხო მილიონი. არა, ბოლო სეზონში უკვე ყველა პერსონაჟს ასე ვთქვათ. ყველა მილიონი ქონდა ყველა. კი. აა. ვაუ, მე მგონია რომ ყველაზე მაგარი ვინც იყო იმას ქონდაო. არა. პელე, გაასწორებ თუ არა? რა თქმა უნდა. შეიძლება მაგ მინიშნებამ რაღაც შეცვალა, მაგრამ აქ რაც წერია მაგას ვერ შეცვლიდა რა. ნუ რა თქმა უნდა. ანუ ახლოს ხარ შენ. აი გამიმყარა რატო უფრო უკან რომ გადაუთვალო მილიონიდან პირველ სეზონამდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ეგ სერიალი, რაც მახსოვს, 10 სეზონი. შესაბამისად უჯერა რომ ახლოს ვარ. კეთილი, მოვისმინოთ მეორე მინიშნება. ამ რიცხვიდან ფესვი არის 150. პელე. გავატარებ სვლას. რა ვარც არის. სონი გაიზარდა 3000 შეტონით. ანუ მომყვები შენ ესე. იგი აუციო. იმიტომ რომ
ანუ დიდი ფულია. ვიცი კაცო, დიდი ფული იყო. ახლოს ხარ. რაც იმანა იყო ეგეც. მე? ხო, ახლოს ხარ შენ. მე ვფიქრობ, მე ვიცი რომ ძალიან ახლოს ვარ, შენ უფრო ახლოს არ იყო თქო, მაგრამ არ მგონია. ანუ ახლოს რო ვიყო მე ვიგებ მაგ ყველაფერს. ხო და არ მგონია ეგრე ახლოს. არა? პელე. ანუ შენ მომყვები უბრალოდ. რამდენია? არა, მე ეს ვისკავრო შენ 3000. ეგრე ახლოს ვარ, მე მაგას. აი. ბანკი გასწორდა. სწორი პასუხი. $22,500. მითი გადაიწყოს, იქიდან ჭა, ხო ახს? კი, პელე. აჰა, სუსტად. დიას. მე გავზრდი. იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვარ. მსოფლს. 10,000 ეგრე. აჰა. ერთი ცალი? ეგ უნდა გავასწოროთ. ბანკი გასწორდა, შეგვიძლია პირდაპირ გავხსნათ კარტები. პელე. 20k. ვაუ. 20,000. დიას. 50. 150 მიწერია მე. მოიგო პელემ. შეგვიძლია მიულოცოთ. დააცოტა არჩევნით. იმიტომ რომ 26 ეპიზოდი იყო, ამდენი გამოვიდა ესე. შეგვიძლია გადავიდეთ მეორე კითხვაზე. მეორე რაუნდზე. რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 ჟეტონი. წითელი ხო? დიახ. ითელი რა. წვანი. რამდენი წელი დაჭირდა ჩინეთის დიდი კედლის აშენებას? გადავფიქრდეთ. ჩინეთში თუ ყოფილ ხართ ვინმე? არა. რაიმე კავშირი თუ გაქვს? რამდენი წელი? ჩინელი მინახავს. ჩინელი გინახავს. ჩინელებში ხო არ ხართ ნამყოფი. მასაჟი. 50 ვარ. ან დოხუი ჩაწერა არ შეიძლება, ხო? არა. ეგ შეიძლება ყველაზე ახლოს მე ვიყო. ანუ ყურე, რო იყოს 1 2 3 და დოხუი მიწერია მე და პასუხი არის 180. ანუ მე ხო უფრო ახლოს ვარ. არა. რანაირად? ერთი რუსული სიტყვა. ელანდე. დავაფიქსირეთ. არანაირი ინფორმაცია არ გამოჩნია. რატო აშენდა საერთოდ დაახლოებით ვიცი. ისე ზოგადად ვიზუალურად გინახავს ჩინეთის კედელი. კი, კინოებში. კინოებში. შემი სიტყვა არის, რომ წარმოდგენა არ მაქვს არაფერზე შეგიძლია გაატაროს სხვა. და ეგრე მოვიქცევი. დიას. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მიწერია რაღაც ციფრები, რიცხვები, ასე შემდეგ. გაატარებს სხვას. გავატარებ. და მიწერი. შენ გიწერი. დაახლოებით მგონია რომ სწორი ვარ და 200. ამ მოსაბუთში 1000 და 200. ვახომ ფსონი გაზარდა 1000 ჟეტონით. ვალალო. სიმართლე გითხრათ. რა იცი ჩინეთზე ზოგადად? წვრილი თვალები აქვს უმეტესობას. ნახევარზე მაღაზია. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი წელი შეიძლებოდა რომ აშენებოდა ჩინეთის კედელი. მაგრამ მოდი ამ ხელს ვითამაში და გავზრდი ფსონს 1500. ვალალომ გაზარდა ფსონი 1500 ჟეტონით. კაი, მიუხედავად იმისა, რომ აზზე არ ვარ არაფრის, ჩემი ფინანსური მდგომარეობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიშნებამდე მაინც მივიდე რა. ლიდერი ბრძანდებით, ხო? დავასწო. მე ვარ და შენ. კი, დიას. მე დავწვევი. შენ დაწვევი. კი. ნუ. დიასამ დაგტოვა. კეთილი, ბანკი გასწორებულია, შეგვიძლია მოისმინოთ პირველი მინიშნება. მისი მშენებლობა დაიწყო ცინში ხუანმა და დაამთავრა მინის დინასტია. ნებისმიერ დროს შეიძლება და მომხდარიყო, ხო? ანუ შეიძლება მომხდარიყო, დაღუპულიყო რაღაცა 1 წელიწადში, ხო? და სხვას გაიგრძელებინა. მოკლედ კავენ. პელე, რა იცი მინის დინასტიაზე? მასე კაში ყვადრი ხუმრობა რომ ცინში ხუანს ეუბნებათ სოლიო რომ აქანა ჩავდგამს ტენკასო და მაგიტო აშენდა ეს კედელიო. ასეთი ხუმრობა. მაგიტო მას გიწერია სწორი პასუხი. პელე. აი ამ ადამიანის მაგაცმა თქვა ეგ ხუმრობა. აი მაქსიმუმ 3 ჯერ მაქვს ეგ სახელი გაგებული, არ ვიცი სახელი ცინში ხუანი თუ მინის დინასტია? აი სინ რაც ცინში. და იმედი მქონდა რომ აღარასდროს მომიწევდა მაგ ყველაფერთან რაიმე კავშირი რომ მქონოდა. ამიტომ შენი სიტყვა. იმას ვშვები. გაატარებს ხოლმე. გავატარებს სულს. ბახო. იყო 1 მინუტში შემოსას დავალდებით დავრწმუნდე რომ ვალალ. ანახცვა. გავატარებს სულს, ხო შეიძლება? მოვისმინოთ მაგარი ბლეფები არიან. მეორე მინიშნება.
ნახავ შევ. აბა რას არის? კაი 500 გადაარეიზაზო. მანახე. 1500. მეორე მინიშნება. ქრისტეს შობიდან ამ რიცხვამდე დაიბადეთ ყველანი. პელე. რამდენი წლის ხარ? ჯიზას. 31-ის. შენი სიტყვა. კაი მინიშნებები. ჩემი სიტყვა გავატარებ კიდე. ვახო. რატო არ? ვახომ გაზარდებს სონი 2000 ჟეტონით. ვალალო. ვალალო პასუხობს. კი არა და უმატებს. დაჟე? რატო გადაწყვიტე მომატება? 2000. ბოლო მინიშნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ვალალომ გაზარდებს სონი 3000 ჟეტონით. პელე. ბოლო მინიშნებიდან გამომდინარე მივხვდი რომ ძალიან არასწორი რაღაც მიწერია. მაგრამ მაინც მაქვს იმის საშუალება რომ ბლეფზე შევამოწმო ესენი, ამიტომ 3 ხო? კიდე ბიჭი ხარ ეგრე გქოლო. აცი ელუჟიონ ამატებენ, ხო? აა, კი. იოტა. სწორი პასუხი. ესენიც არ მგონიან გენიოსები და რამე და მაგ ე აქედანვე ვაფიქსირებ ჩემს აზრს რომ არ ვარ გენიოსი. სწორი პასუხი. 2000 წელი დაჭირდა ჩინეთის დიდი კედლის აშენებას. ბატონო? 2000. ჩეკ. კი არა. არა, ანუ ძალიან შორს ვარ. ანუ თუ ხუია ხوار გიწერია. დოხუია დამეწერა არ ჯობდა. მეც მან ახლოს ვიყავი და დავწიკე. მე ყველაზე ბაძი რაღაცა მიწერია ვაფშე რაც შეიძლება. გაი, ვახო ატარებს სვლას და ვალალო. გავზრდებ სონს. აუ. პელე. კაი 3000-ზე მოჭველი გავყვები ახლა. კაპიკებია შენთვის. მე არა მაქვს 3000. როგორ არა გააქ რაღაცა. არა. მოდი. დაწვევ. აზრი არ აქვს. კი ბატონო, ვახომ დაგტოვა. ეღადავებით ჩემი. დავჭით ვალალო და პელე. შეგვიძლია გახსნათ კარტები. 10 წელის. 70, მოიგო ვალალო. ბაკმიკის ვალალოსა. ეგრე 20 მეწმეწე. 37 მეწერა მე. 20 მე მეწერა. რა 2000 ბიჭო ხო არ მეღადავე. გენიოს. ამ დროს შემოვალ ხოლმე ბიჭებო, ამ დროს გამოგჩნდები მაგიდაზე. კარგია. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 ჟეტონი. აი ხარი. მე მაინტერესებს თუ იცნობთ ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას რაღაც ვიზუალურად. ვიზუალურად, ან რომელი ნახატი გახსოვს. სალოტორი მუნი. იგივე თქვი თუ ვინ. ეგ მახსოვდა. კი ბატონო. ყველაზე ძვირი რომელი ნახატი, ყველაზე ძვირი ნახატი არის. ფასი? მგონი 550 მილიონი. ნახატებზე არის საუბარი მარტო. ეგა ფასებს. მოვისმინოთ შეკითხვა. რომელ ქალაქში დაიბადა ლეონარდო და ვინჩი? ზოგადად წარმოშობით ვინ არის? იცით? Assassin's Creed 2 მაგ დახურული, სადაც ეს აუდიტორი რეფერენსზე. კი ბატონო და მაქედან გამომდინარე მიწერია პასუხი. აჰა, გასაგებია. დიასაც სიტყვა. არაფერი არ ვიცი მაგას, დაკავშირებით მართლა. მაგრამ მიწერია. საიდან არის ვიცი? საიდან არის იცი? კი, ოღონდ ვინა, როგორ არანაირად, რა დახატა, როგორ დახატა არ ვიცი. კეთილი, შენი სიტყვა. ჩემია ხო? დიასამ გაზარდებს სონი 1000 ჟეტონით. მე რა სამახ აეწერილი. ოლის შემოდის ვახო. 3009. ეს 2000-ებია. კი. 3009. კეთილი, ვალო თუ გაასწორებს 3900. არა, მე ამ ხელს გამოვეთიშები. შეგებია? დინარე რომ ზუსტი პასუხი არის საჭირო. პელე. ზუსტი რატომ გეოგრაფიულადაც ახლოს შეიძლება იყოს. კარგი. აი ორი ვერსია მოგდა რომელი გიწერია, მაგრამ აინტერესებს. და ეს უნდა მოგცე 9 წალი? ანუ ორი ვერსია გაქვს, რაც უწერია პელეს თუ შენ რაც გაქვს? არა, ორი ვერსია მაქვს, სადაც დაიბადა. აი ეს დავწერე. არა დაიბადა არ ვიცი, ეს არის რა. ბიჭო, მაგითო, ხო, ხდები, სადაც ცხოვრობდა სხვა არის, სად დაიბადა, აი მან თუ დაიბადა, ეგაა საერთოდ. ოკეი. დიას. კი გასწორდა. და მედი ჩემთან მაკაცობდა და ხო და მე ვფიქრობ, რომ როგორც აქედან გამომდინარე, ცოტა
შეტონები მაქვს. შენ რაღაც დარწმუნები დაწერები ესე ვფიქრობ. ბიჭო, ყურე მე და ამას ვაკურებს ნათამაშები Assassin's ხო და მოდი ეს შემოვიყვანოთ. და გამწი. და ჩვენ და გავიწყოთ. მაგიტომ დავწერეთ რომი 2-ია. აი ხა. რომი დავწერეთ 2. ეს. მაშინ რომა, მაშინდელი. რომმა. აი ხა. ფიქრობ, ხო შეიძლება ვიფიქრო. კოლიზეუმი ხო გახსოვს კოლიზეუმში რომ შედიხარ. ეგ მესამე ნაწილშია. შუმანი. აი ოლი. ოუ, მე აქ რა შევ, მე ჩემი ის ხო შეგიძლია უბრალოდ უპასუხო, თუმცა მოვასხო, ოჩა, კაი. აი ხარ ძმა. ანუ ოლი შემოხვედი შენი კი. მაშინ პელემ უნდა გაასწოროს. ეს რამდენიანია? ეგ არის 5. და დედამ წვანე. შეგიძლია ედად და წვანე. წვანე. ერთი ძმა. გადაიდანა. ვინაიდან ოლინს არის შემოსული დიასე და ვახო მეც და ფლორენცია სწორი მიწერია. პასუხი არის ვინჩი. ნუ მე რა, ფლორენცია. ფლორენცია მიწერია მეც. ფლორენცია, იაკოსა რა. ფლორენცია. ნუ ხო, არ ბანკი გაიყო ბანკი გაიყო. პელესა და ვახო შორის. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 ჟეტონი. ეუჩ. ჩემ ჯინაზე შვები. მე ზოგადად მაინტერესებს ბავშვობიდან რა გენატრებად. დედა. ნუ საბეზნეჩაც 19 წელი რა ვქნა, მე რატრება. კი ბატონო, რას პირველია? ბავშვობიდან რა მინატრება? ალბათ ბევრი სათამაშოები შეიძლება გქონოდა. გასართობი სივრცე რომ გქონოდა ალბათ ჩემ. პელე შენ? ეხაც მშვენივრად თამაშობ სათამაშოებით მე. გერ მე დავახოს თან მოგვაგებინა წეგან რაუნდი. გასაგებია. მენატრება რაღაცა ჩიპსი იყო ხახვისი და უშ რომელიც აღარ გამოდის იმის მერე. და ეგ მენატრება. ოკეი, არ ვიცი, მაგრამ გასაგებია. კეთილი, შეგვიძლია მოვისმინოთ შეკითხვა. რამდენი მეტრის არის სიგრძეში ძველი წარმოების ტუალეტის ქაღალდი? ობუხოვები? ეგრევე? ვახო მიცის? ოუ, მოიცა. გვიანი. გვიანია. არ ვერ შეცვლი? ანუ შენის ფლა არის არა, ხო, კაი იყოს, არა, იყოს, მაგრამ უბრალოდ პირიქით ხო არ არის. ანუ ზუსტად ავდოზე გორიციბი. მაგრამ პირიქით ხო არ არის. კაი იყოს ეგ. ვახო ეგრევე დააფიქსირა, შემოვიდა კიდევაც ოლინს. შენი სიტყვა იყო, თუმცა ანუ ოლინი გადაწყვეტილია. ანუ ეს არის 5000 1 2 3 4 5 6 7 8 5800. ვალალ. რამდენად ერკვევი ტუალეტის ქაღალდებში? სიმართლე გითხრა, ვერ ყვევი, მაგრამ თუ შეიძლება გავატარებ ამ ხელს. ვერ გაატარებ, ანუ უნდა უპასუხო ვახოს. არა და მაშინ უნდა დაგტოვო. აუ, პირიქით. კი ბატონო. დროს ხომ. კარგი. ბალონ დაგტოვა. პელე. აი ბავშვობაზე რო გკითხე, მაგან ცოტა გამიადვილა, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში როცა არ იყო შუქი და რაღაც ეგეთი გართობა მახსოვს, რომ ფანჯრიდან ტუალეტის ქაღალდებს ესე ვისროდით და სადამდე წავიდოდა, გვაინტერესებდა და მაქედან გამომდინარე მიწწოდია ჩემი პასუხი და შესაბამისად გავასწორებ. ბანკი გასწორდა. აუ, ეხა პირიქით არ მეწეროს. პირიქით როგორ უნდა გეწერო? კეთილი. ორე, ან ციფრი ხოა? ციფრი ხოა? ხო, ეხლა მივხვდი. ვახო ოლინს შემოვიდა, მე ყველა გავხსენე, შეძლებს დაპირება. ჟეტონს და პირდაპირ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 65 მეტრი. აუ, მეთქი 56 არ მეწეროს. პელე? მე ასე მიწერია. აუ, what the fuck? მოიგო ვახო. 56 არ მეწეროს, თქო მაგის მეშინა და ვიჯო. რამდენი იყო? 65. ობუხოვებიო, თან თქვი. არა, კონკრეტული ინფორმაცია არ მქონია თქვენ იგივე. მართლა ერკვევი ტუალეტში. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 3000 ჟეტონი. ყველაზე ცნობილ პორნო ვარსკვლავს ვის გაიხსენებთ? რომელი თაობის? სილვესტერ სტალონის. სილვესტერ სტალონი. აი, ცნობილი პორნო ვარსკვლავი ვინ იცით? ყველაზე ცნობილი თქვი შენ თორე ხარ. ეპოქას გააჩნია. ეპოქებით. კი ბატონო, აი ცოტა ოლდსკულები, ტინტობრასი. რომ ვერ მოვესწარი, ანუ არ ვიცი როგორი კეთილი. სახეზეც როგორია, მაგრამ მაგრამ 99 ხომ მოესწარი.
გაათავე ხომ გახსოვს? მე ხაშურა ამებიჯიზე რომ არ მარსა არსებობდა ეგეთი. ამებიჯიზე რომ ხაშურა იყო პაროლი გახსოვს? ვინ არის ფაილის? გასაგებია რატო ერკვევიან ყოველს ქაღალდში? კი ბატონო. მოვისმენთ შეკითხვა. Bonnie Blue ცნობილი პორნო ვარსკვლავი შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდსმენებში. ის პირველია, ვინც 12 საათში ყველაზე მეტი მამაკაცი დააკმაყოფილა. კითხვა, რამდენი მამაკაცი დააკმაყოფილა 12 საათში? ოკეი. ოპ. შენი სვლა არ არის ჯერ ვახო. არა, შვითვი. მოდი მე ვითამაშებ. და გავზრდი 1000-ით, იმიტომ რომ მაგარი აპასნი რაღაცა საკეთებს. ეს პროცესები ნანაყურია. პელე, მასალია. უპასუხა 4500. ამე დაახლოებით სადღაც გამიგია ინფორმაცია. 14500-ია, მე მგონი აქვს. აი დაითვალეთ როშა. ყველა ჟეტა შემოდიხარ. კი, 14500. All in the money. ვალო, პასუხობ თუ არა? მოდი ვითამაშოთ კი და. ძალიან კარგი საინტერესოა. პირველი მინიშნება. ამ წელს გარდაიცვალა ბიზანტიის მეფე კონსტანტინე მე-10. ამ წელს გარდაიცვალა პორფიროგენტი. კონსტანტინე მე-10 პორფიროგენტი. თუ არ იყო პორფიროგენტი? ნუ არ კონსტანტინე. მადლობა. შეგიძლია უბრალოდ გამოტოვოს. დავაცილე. წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ მინიშნება ცოტა არია ყველაფერი. შეგიძლია გაატარო სვლა. გავატაროთ სვლა. პელე. მეც გავატარებ. მეორე მინიშნება. 17 საათი და 37 წუთი. გადაიყვანეთ მთლიანად წუთებში და მიიღებთ პასუხს. ვერ ვიზავ შანსი არა. გამორიცხულია. მაშინ პირდაპირ სწორი პასუხი. 1057. 10 თავაცილე მაგის დედაც. აუ. მადლობა. შემოგევლე. 1067. ასე აუცილებლად უნდა გავხსნათ. ან უნდა გავხსნათ. 30. 30-ი აგერ ჩემი ზუბლები შევიგრე. თან კაცები. 400. 400. 10 თავაცი. გაიმარჯვა, ვახო. მადლობა. გადავიდეთ. ამ რაუნდის აუცილებელი ბრძოლია 4000 ჟეტონი. ამდენი? 4000 ჟეტონი. 4 ბატონო ნუგზარ. მე მაინტერესებს თუ უყურებდით ისე რომ მოვიდანე. ბავშვობაში თუნდაც მისტერ ბინს. აუ მეზიზღება. უყურებდი, ანუ იცნობ? არა, როვან ატკინსონის კომედია მევასება, სტენდაფები და სპეშალები რაც აქვს, მაგრამ მისტერ ბინი არ მევასება. ვახო შენ თუ იცნობ? კი და ადრე მითხრეს ესეთი რაღაცა, რომ იცი რომ მისტერ ბინის ძალიან ცოტა ეპიზოდია გამოსულიო, ესეთი რაღაცა მითხრეს რა. და მეთქი what? და გადავამოწმე. კეთილი, შესაბამისად შეკითხვა. ვინ იყო რეკლამეორის მეორე ცოლი? მისტერ ბინი გამოდიოდა 1990-დან 1995 წლებში. ჯამში სულ რამდენი ეპიზოდი გამოვიდა? ანიმაციაც ითვლება? არა. აუჩი. აი 5 წელიწადში რამდენს მოასწრებდნენ, აი რამდენს გადაიღება. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ძველი წელთაღრიცხვის 44 წლის ამ რიცხვის მარტს მოკლეს იულიუს კეისარი. ვახო. წელს ამბობ, რომელსაც მოკლეს იულიუსი? ამ რიცხვის მარტს. რიცხვი? აბე 10000. ვალ. ძალიან ბავია ერთი სიტყვით. არც ვიცი რა უნდა ვქნა, მაგრამ მოდი ვითამაშებ რა. უბრალოდ ისე ინერციით ვითამაშებ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მჯერა რომელიმე სწორი პასუხი უწერია. სწორი არ მიწერა. მე დავწვევი. იმიტომ რომ მე მიწერია მე თვითონ საშინელება. კეთილი, პელემ დაგვტოვა. შეგვიძლია მოვისმინოთ მეორე მინიშნება. ლათინოამერიკელი გოგონების ამასაკის იუბილე ცნობილია როგორც კვინსენერა. კანსენიერა, ბაზარიერა. რაც მათი ტრადიციებით გოგონას ზრდასრულ ქალბატონამდე გადასვლას აღნიშნავს. მე ვფიქრობ რომ ვახო ზუსტი პასუხი იცის.
რა იყო? ვახო სიტყვა. არა, ვატარებ. ვალალო. 2900. არა, მოყოლე, აჰა, ასე მომეც, მაგრამ ბიჭო, არა, არ მიწერა, შენ თუ შეიძლება ჩემს ცოტა გეწეროს მართლა რა. იმიტომ რომ არ გავრისკე, ცოტა არ დავწერე. ცოტა რამშა 31 არის მაქსიმუმი და 1 მინიმუმი. კეთილი, მოვისმინოთ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 15. ამდენი წელი. შეგვიძლია გავხსნათ კარტები. 50. აი, ნახე. 60 მიწერია მე. მოიგო. გაიმარჯვა ვალალო. ბანკი მიდის ვალალოს. მე 200 მეწერა. არა, ცოტა იყო. ანუ 200 იცი რატო დავწერე რომ ანუ პატარა ეპიზოდები იყო. ხო, კი, ვიცი, მაგრამ ბევრი არ იყო. აიგე? ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 შეტოვა. მოვისმინოთ შეკითხვა. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ანტარქტიდაზე მუდმივად მთელი წლის განმავლობაში? ანუ ჯამი უნდა დავწერო? ზაფხულშიც რამდენია და ზამთარში? მთელი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს მუდმივად? სუმანდრო არის. ო. გადავშალო შეიძლება? კი. მოკლედ ეს ინფორმაცია არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ ხო ისე აი რაღაცა რომ გაიგონებ და უცებ თავში ამოდევდება, აი ესე ხდა ხო? და იქიდან გამომდინარე, გავზრდით სონს ალბათ 3000-ით და ვითამაშე. პელე. პელე უპასუხა. არ რაღაც არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ვალალო. კი. კეთილი, მოვისმინოთ პირველი მინიშნება. -273.15 ცელსიუსი გრადუსი უდრის ზუსტად ამდენ კელვინს. ახლა არადამაჯერებელი ვიყავი? კელვინზე დაგიჯერე უკვე და. ვალალო. ხო. რა თქმა უნდა, მიყვები ნაბიჯ ჩემს ლას და ისევ ალბათ გავზრდებ სონს ისევ ან ახლა ამჯერად 4000. პელე. აი ეს ერთი რომ შემოვიდე და ეს ავიღო? კი ბატონო. ვახო. იგივე ვქენეთ. შავშემოდი ბლოუჯობი. ძალიან კარგი. მოვისმინოთ მეორე მინიშნება. ამ რაოდენობის ოსკარი აქვს მოგებული ტომ კრუზს. ტომ კრუზის რა ფილმი იცი? დან. ყველა მეგვიცით მარტო აშკარად. ეგენი. აი, გავატაროთ სხვა. პელე. გავატაროთ. ვახო. გავატაროთ, იმიტომ რომ ცოტა მეტი მიწერია. სწორი პასუხი არის 2. 0. 0. What? ვალალო. არ უნდა გაგვეხსნა, მაგრამ კეთილი, კაი, გავხსნათ კარტები. 15. ბანკი გაიყო პელესა და ვახო შორის. კეთილი, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 შეტოვა. რომელი დედაქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 3640 მეტრზე? სამ. შენი რა, რა ქვია ბაქვეყრის დედაქალაქს? ვერტო გამახსენე ქალაქი რა ქვია? ქალაქი უნდა დავწერო? დედაქალაქის სახელს ვერ ვიხსენე, ბიჭო რა სიცხვილია. ვაიმე რა სიცხვილია რა. ტოკიო დაწერე. არა, ტოკიო, ვეღარავ აკპინით გებოდა. ვაიმე დედაქალაქი. დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ქვია ქალაქს, ამიტომ რაღაც დავწერე. რომელ მხარეს არის? შენია. ხათლები. აზიისკენ. ო, არა. ანა შეიძლება არც არის აზიისკენ, ეგრე მგონია მე უბრალოდ. შეიძლება მოიტყვი კიდევაც, ბატონო. შენი სვლა. მე გავატარებ სულს. ვახო. მე გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მიწერია და აგერ ქვეყანა დედაქალაქი. აგერ 5000 დავამატებ. ვახომ გაზარდა ფსონი 5000 შეტონით. გეოგრაფიასთან ვარ ძალიან შორს, ამიტომაც მოდი ამ ხელისგან თავს შევიკავებ და ვალალომ დაგვტოვა პელე. მეც ისეთი სისულელე მიწერია, რომ აი ხო, უეჭველი უნდა დავწერო. ნეპალის დედაქალაქს წერდი? ხო. და ანუ ეგრე მიწერია. ნეპალის დედაქალაქი. ანუ ნეპალი. კეთილი, მაშინ ვახომ გაიმარჯვა. მე ლიმა მიწერია. სწორი პასუხი არის ლაპასი. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე.
ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20000 შეტონი. მე ალბათ all-in. ეს 8. შეგვიძლია გადავიდეთ შეკითხვაზე. რამდენი კილომეტრია ამაზონი? მახსოვს სიგზა და ნილოსი ხო არ არის თქო მაგას ვფიქრობ ახლა ეგ. ანა დავწერე. ვახო შენი სიტყვა. ატარებს ლას. აბა რა ვქნა. ელეც სავარაუდოდ ჩემ არსებობას დიდი აზრი აღარა აქვს. კი ბატონო რაც დაგჭა. ეგ არის 1100. ეხლა რა დავწერე ხო გადაობა იქ. ხო? კეთილი, პირდაპირ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 6400. 6700 მიწერია. მე დაგტოვეთ მეგობრებო 1000. ვალალო. ოკეი. ჩვენი თამაშის გამარჯვებული გახდა ვახო ბოლოთაშვილი. მადლობა. მოგესალმებით. აუცილებლად. შესაბამისად სუპერფინალში გადასვლა, სადაც იბრძოლებს 2000 ლარისთვის. და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თამაშთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ, როგორი თამაში იყო ვალალო? შეიძლება რომ დავიწყო ძალიან კარგი პროექტია, მინდა წარმატებები გისურვო. მადლობა. რაც თავარი არის ძალიან საინტერესო, აზარტული მართლაც და აი ადამიანი მე პირადად როგორც მაყურებელმა პირველი ეპიზოდი რომ ნახე, აი საყურებლად არის ძალიან ისეთ რომ შეგიყოლებს, შეგითრებს და ესე გაყურებინებს რა ერთი ისეთ. და როგორც მოთამაშის ამპლუაშიც შეგითრია. აი კი, მოთამაშე საერთოდ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და წარმატებებს გისურვო. დიდი მადლობა ვალალო. პელე. ძალიან გასართობი თამაშია. ასწორებს, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი რომ მოგეგო. არა, სუპერფინალამდეც რო რამე დასაკარგი გქონდეს, უფრო საინტერესო თამაში იქნებოდა. საინტერესოა. დიას. შენ ცოტა ადრე გამოგვეთიშე, მაგრამ ხო, ანუ ცოტა მომიწია თამაში და ძალიან მეწყინა, მინდოდა თამაში. შემართებით ვიყავი. მართლაც კარგი გადაცემაა, წეგანაც აღვნიშნე რომ გამოვეთიშე სანამ ავდგებოდი მაგედიდან. პირველ ეპიზოდს რო უყურეთ, ძალიან მომეწონა და რავი, წარმატებებს გისურვებ. გამოიწევთ ახლა აუცილებლად და უყურეთ. ვახო, შენ როგორც გამარჯვებული, რას ფიქრობ? ძალიან მისიამოვნე მადლობა ყველას და კარგად თამაშეს ყველამ რა. იმიტომ რომ არ ეხჩები. ბიჭო ისა გარანტეხი ისინი იყო ბევრი საინტერესო გარანტეხი ის იყო რა ვალალოს კაი კამბექის შანსი ჰქონდა იქ 30 წელი მასე 50 რო ეწერა და მე 60 და უბრალოდ იქ გაიმართლა რომ მე უფრო ხშირად უყურებ პორნოებს აი რა კარგია შენ ძმო სიმპათიური რო ხარ გოგოებს რო კერავ აი ძმო ნაზი და გოგოები დაკერე ნაზისად გამოვა კარგად მეყოლე ხა სვენიერი ვახო ბოლოთაშვილს ველოდებით სუპერფინალში ეს იყო ვიცი არ ვიცი აუცილებლად გამოგვიწერეთ და დაელოდეთ ჩვენს ვიდეოებს